თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად. თბილისის მერის გიგი უგულავას და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ პარტიული ინტერესებისათვის მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 48 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდა არა თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის-სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რომელიც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.